ამერიკიდან გამოყრილ LGBT ღირებულებებს, სტანდარტებს, ინკლუზიურობებს, ჩართულობებს, ერთი სიტყვით ფსევდოლიბერალურ ნაგავს დიდი შემართებით და მონდომებით ევროპა ისრუტავს. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი, სადაც მემარცხენე ლეიბორისტები ყველანაირ LGBT ინიციატივას და ღონისძიებას დიდი სიხარულით მიესალმებიან და მისი ორგანიზებისთვის ყველანაირ პირობებს ქმნიან. წარმოიდგინეთ, ჯერ მხოლოდ მარტის დასაწყისია და ლონდონში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური მზადება ზაფხულის გეი პრაიდისთვის. როგორც ცნობილია, გარყვნილების ეს საერთაშორისო ზეიმი სავსეა ღონისძიებებით, კონცერტებით, წარმოდგენებით და დაჯილდოების ცერემონიებით. ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული მათ შორის არის British LGBT Awards, ანუ ბრიტანული LGBT დაჯილდოება. ჩვენ ხშირად გიყვებით მსოფლიოს ცნობილ ბრენდებზე, რომლებიც ჯერ საზოგადოების ჯამრთელი უმრავლესობის ბოიკოტმა გამოაფხიზლა, ბოლოს კი ტრამპის გაპრეზიდენტებამ გაათავისუფლა გარყვნილი დღის წესრიგისგან. აი ამ ბრიტანულ LGBT დაჯილდოების ცერემონიაზე კი პირიქით ხდება. აქ იმ საერთაშორისო კომპანიებს და ბრენდებს აჯილდოებენ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების დაცვისა და გამრავლების საქმეში, რომლებიც დიდი გულმოდგინე დასრულებენ ტრანსნაციონალური კორპორაციების დავალებებს და ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების მითითებებს. აფინანსებენ LGBT ორგანიზაციებს, ტრანსგენდერულ ფონდებს, ხელს უწყობენ ინკლუზიურობასა და ჩართულობას სექსუალური უმცირესობებისათვის. უქმნიან მათ სასათბურე პირობებს, სამსახურში აყვანისას და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, გარყვნილების ამ ბიზნეს ფორუმზე გამოავლენენ ყველაზე ფერად ბიზნეს ლიდერებს და LGBT გარყვნილების ჩემპიონებს. ნომინაციებიც ისეთი ფერადი და მრავალფეროვანია, როგორც ცისარტყელას დროშა. ჩემპიონი მოკავშირე. ესაა ნომინაცია, სადაც გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტად იცავს და ახალისებს LGBT ადამიანებს თავიანთ კომპანიებში. ანუ ვინც ყველაზე კარგ პირობებს უქმნის გეებს და ტრანსებს. არის ნომინაცია ინკლუზიურობის გზამკვლევი. აქ გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტი ინოვაცია მოიფიქრა LGBT ადამიანებისათვის. ანუ ვინც უფრო მეტად დააკმაყოფილა ამ გაუკუღმართებული ადამიანების სურვილები და ვნებები. მოკლედ, ნომინაციებია უამრავი. მომავალი ლიდერი, ამომავალი ვარსკვლავი, ყველაზე ინსპირაციული ლიდერი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მასშტაბი. ჩამოვთვლი ყველაზე ცნობილებს. ბარბერი, ციურიხის სადაზღვევო ჯგუფი, ლოიდ ბანკი, ირლანდიური ბანკი, დოიჩე ბანკი, მეტრო ბანკი, ნავთობ გიგანტი ტესკო, ბრიტანული გუგლი, ოვო, ბრიტანული სკაი, აეროპორტი ჰითროუ და კიდევ უამრავი მსოფლიო გიგანტი კომპანია სხვადასხვა ბიზნეს სფეროდან. გეი მეგობრულ ქალაქად წოდებული ლონდონი დიდ სამზადისშია. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ყოველწლიურად აქტიურად მასპინძლობს ეგრეთ წოდებულ სიამაყის, ანუ LGBT Prides, რომელიც ივნისში აღინიშნება. ამ დროს ლონდონში, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში, მრავალი ღონისძიება, ფესტივალი და აღლუმი იმართება, რომელთა მიზანი LGBT საზოგადოების წახალისება და კაცობრიობის მორალური დეგრადირებაა. თუმცა იქ, სადაც გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და სხვადასხვა გაუკუღმართებული ორიენტაციის ადამიანები იკრიბებიან და ყოველგვარი სიბინძურის ფართომასშტაბიან კამპანიას აწარმოებენ, გაუგებარია ამ ქვეყნებს საამაყო რა შეიძლება ჰქონდეთ. Pride in London, ბრიტანეთის ყველაზე დიდ LGBT ღონისძიებად არის მიჩნეული. PR კამპანიაც არაერთგვაროვანია. ღონისძიების ორგანიზატორები და ქალაქის ხელისუფლება დიდი ყურადღებით გეგმავს და ამზადებს ქალაქს ამ პერიოდისთვის. მათ შორის ღონისძიებების განრიგი და დეტალები, როგორიცაა აღლუმის მარშრუტი, სცენების ადგილმდებარეობა და სხვა აქტივობები, ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, რათა ამ გაუკუღმართებულ ღონისძიებაში ყველა ჩართონ და საკუთარი მავნებლური იდეოლოგია კაცობრიობის ჯანსაღ ნაწილსაც თავს მოახვიონ. LGBT Pride-ის თვე ლონდონში იმდენად მასშტაბურია, რომ ყოველწლიურად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცევა. ლონდონი პრაიდის თვეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულება ხდება.
სიყვარულისა და თანასწორობის მხარდამჭერი მოძრაობის ნიღაბს ამოფარებულ ღონისძიებას ტურისტები და LGBT საზოგადოების წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აღლუმის გარდა მთელი თვის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება იმართება. LGBT გარყვნილების გავრცელებაში უმსხვილესი კორპორაციების როლიც ძალიან დიდია. ისეთი კომპანიები როგორიცაა Google, Microsoft, Barclays და სხვა ხშირად აფინანსებენ და ეხმარებიან Pride-ს. მათთვის ეს შესაძლებლობა აჩვენონ თავიანთი მხარდაჭერა LGBT თემის მიმართ, ამ გზით კი მსოფლიოში თავს მოხვეულ მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და ინკლუზიურობას ერთგულება გამოუცხადონ. თუმცა არც LGBT საზოგადოებამ დატოვა უყურადღებოდეს თავგადაკლული კორპორაციები და ერთგულებაზე ერთგულებით უპასუხა. ისეთი კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვისა და ადამიანებისთვის, რომლებსაც სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, LGBT უფლებების აქტივისტებმა შექმნეს დაჯილდოება სახელით British LGBT Awards-ი. იმის აღიარება, რომ ყველას აქვს უფლება იყოს ის, ვინც უნდა იყოს და იცხოვროს ისე, როგორც უნდა, იმ პირობით, რომ ეს არ დააზარალებს სხვებს, უნდა იმსახურებდეს სპეციალურ ჯილდოს, ან განსაკუთრებულ აღიარებას, რადგან ეს არის დღეს ის, რასაც საღიაზრი ჰქვია. ეს გახლავთ ადამიანური წესიერება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ საღამოს ნაწილი ვარ. გარდა სექსუალური უმცირესობების სადარაჯოზე გამოსული ორგანიზაციებისა თუ ცნობადი სახეებისა, LGBT ფერებში შეფუთული კორპორაციებიც და ბიზნესებიც აქტიურად აფინანსებენ და უჭერენ მხარს ამ ღონისძიებებს. ისინი არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარებიან მათ, არამედ ამ ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გაბატონების მიზნით. მათ მიმართ მხარდაჭერას სხვადასხვა გზით გამოხატავენ. ისინი აორგანიზებენ თემატურ აქტივობებს, როგორიცაა LGBT თანამშრომლების მხარდაჭერა, ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნა და პროფესიული განვითარება. ასევე ამ კომპანიებს აქვთ ბრენდინგის კამპანიები, რომლებსაც ფართო საზოგადოება ხედავს. შესაბამისად, ისინი ხშირად აჩვენებენ LGBT თემის მიმართ ერთგულებას, რაც ხელს უწყობს სექსუალური უმცირესობების პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და კაცობრიობის გადაგვარებას. შესაბამისად, ბრიტანული LGBT Awards-ი ყოველ წელს მასპინძლობს კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან LGBT თანამშრომლების მხარდაჭერითა და ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვით. გარყვნილების ამ ბიზნეს ფორუმზე გამოავლენენ ყველაზე ფერად ბიზნეს ლიდერებს და LGBT გარყვნილების ჩემპიონებს. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ჯილდოსთვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დიდი ბრიტანეთის LGBT დაჯილდოებაზე ყველაზე ინკლუზიური კომპანიის კატეგორიაში გავიმარჯვეთ. მე მქვია პოლ ტუმი და მე ვარ Sky Network-ის LGBT ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე. დიდ ბრიტანეთში წლევანდელი გარყვნილების პროპაგანდისტების დაჯილდოებისთვის მზადებაც აქტიურ ფაზაშია. ცერემონია 20 ივნისს ლონდონში Pride-ის თვის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ბრიტანული LGBT Awards 2025-მა გამოაქვეყნა ბიზნეს ლიდერებისა და კორპორატიული ჩემპიონების სია. ამ წლის ნომინანტებს შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა ნავთობ გიგანტი Tesco, OVO Energy, ბრიტანული ბანკი HSBC, Deutsche Bank, ბრიტანული Google, Burberry, ციურიხის სადაზღვევო ჯგუფი, ბრიტანული Sky, აეროპორტი Heathrow და კიდევ უამრავი მსოფლიო გიგანტი კომპანია. ჯილდოები გაიცემა 8 კატეგორიაში: ჩემპიონი მოკავშირე, მრავალფეროვნების გმირი, მომავალი ლიდერი, ინკლუზიური კომპანია, ასევე ინკლუზიური კამპანიაც, ქსელის ჯგუფის კატეგორია, განსაკუთრებული წვლილი LGBT ცხოვრებაში და მიმწოდებლის მრავალფეროვნება. საბოლოო ჯამში ყოველი კატეგორია აღნიშნავს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან LGBT თანასწორობისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მასშტაბია. როდესაც 20 წლის წინ ეს საქმიანობა დავიწყეთ, ჩვენი LGBT საზოგადოება ფაქტობრივად შეუმჩნეველი იყო. არ ვიყავით მუზეუმებში, არ ვიყავით სკოლებში და რა თქმა უნდა არ გვქონდა ჩვენი ადგილი ბიზნესში. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენი თემის მიმართ ბევრი რამ მკვეთრად შეიცვალა და ეს გამოწვეულია ფართომასშტაბიანი საქმის გამო, რომელიც ბევრმა ადამიანმა აწარმოა.
როგორც აღვნიშნეთ, 2014 წელს დაარსებული LGBT ღონისძიება არა მხოლოდ ბიზნეს ლიდერებს, არამედ ცნობილ პირებს და ვარსკვლავებს აჯილდოებს, რომლებსაც სექსუალური უმცირესობების უფლებების აღორძინებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ამის მაგალითია Anne Mary, Jade Tirlowly, Daniel Radcliffe და მრავალი სხვა, რომლებიც ცნობილები არიან თავიანთი აქტივიზმით და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ LGBT თემის ხილვადობაში. მას ასე, როგორც ჩანს, ბრიტანული ფსევდოლიბერალური ბიზნეს ინდუსტრია და LGBT პროპაგანდისტული დღის წესრიგის დამცველი ინდივიდები ერთ მუშტად შეიკრნენ და ჯანსაღი კაცობრიობის ნაცვლად მხარდაჭერა ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს გამოუცხადეს. თუმცა არავინ იცის ერთ დღეს როგორ იმოქმედებს სექსუალური უმცირესობების თაყვანისცემა ამ გიგანტ კომპანიებზე, რომლებმაც სულ დაივიწყეს კაცობრიობის ჯანმრთელი ნაწილი, რომელიც სხვათა შორის პლანეტის უმრავლესობას წარმოადგენს და ამ კომპანიების წარმოებული პროდუქციის ძირითადი მომხმარებელიცაა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ზუსტად ასე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს გარყვნილებაში მაკდონალდსი, ტოიოტა, ფორდი, ჰარლეი დევიდსონი, ბოინგი, ტვიტერი და ფეისბუქი. მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ჯამთელ და ამდენი გარყვნილებით აღშფოთებულ უმრავლესობას ბოიკოტი გამოეცხადებინა ამ მილიარდელი კომპანიებისათვის, რომ მათი ეს 12 ნიშნა კაპიტალი რამდენიმე თვეში განახევდა. ამას ტრამპის გაპრეზიდენტებაც დაერთო და ჯანსაღმა კონსერვატიულმა გარემომ ზოგს წვალებით, ზოგსაც კი დიდი სიამოვნებით გარყვნილების პროპაგანდისტობა წარსულში დაატოვებინა. რიგში აშკარად ბრიტანული ფსევდოლიბერალიზმია. არაა შორს ის დრო, როცა ცისარტყელას ლოგოიანი ბარბერის ყიდვას ჰეტეროსექსუალი უმრავლესობა უბრალოდ აღარ მოისურვებს. ან Deutsche Bank-ს რომელიმე სხვა ნაკლებად LGBT ინკლუზიურ ბანკს ამჯობინებენ. ამერიკის მაგალითზე ხომ ნახეთ რა ძალა აქვს ფინანსურ კრიზისს. ყველაფერი უცებ რამდენიმე დღეში ლაგდება, ასე რომ მეორე სერია აშკარად ევროპაზე იქნება. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ერთია, როცა მომხმარებელი შენს პროდუქციას აღარ ყიდულობს და მეორე, როცა ხელისუფლება იღებს LGBT პროპაგანდის ამკრძალავ კანონებს. ბრიტანეთს ეს გამოცდილება ჯერ კიდევ წინ აქვს. როგორც კი ლეიბორისტებს კონსერვატორები ჩაანაცვლებენ, ინგლისში ზუსტად ის მოხდება, რაც დღეს ამერიკაში ხდება. კონსერვატორები უკვე ამის პირობასაც კიდებენ. ასე რომ არაა გამორიცხული წლევანდელი ლონდონური გეი პრაიდი და LGBT დაჯილდოება ისტორიული აღმოჩნდეს, რადგან საბოლოოდ ისტორიის კუთვნილება გახდეს. დროებით.